ხალხის ხმა, ხალხის აკეთილდღოდ. მხოლოდ ხალხის ხმას. სოლიდარული, სოციალური სოლიდარობის პრინციპით შეკავშირებულს. შეუძლია ხალხის აკეთილდღოდ მოიტანოს რეალური ნაბიჯები და შედეგები. ხელისუფლებასთან ოპონირებაში, მაგრამ თანამშრომლობის პრინციპით. ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პრინციპით, მაგრამ მუდმივ ოპონირებაში. არა რაღაც ჩასაფრებულ პოზიციაში დგომა და არა რაღაც ახირებულ პოზიციაში დგომა, არამედ ხელისუფლებას რეალურად ასწავლო და აჩვენო შენ საზოგადოებამ, რომ ის არის შენი ნაწილი და ის არის შენი მსახური და არა პირიქით. ყველაზე დიდი პოლიტიკა არის ადამიანთა ქცევის მართვა. ხალხი კიდე ისე იქცევა, როგორ და რა ხარისხითაც ენდობა ხელისუფლებას. მე ჩემი ამ მოკრძალებული ნაბიჯით მინდა გავაკეთო რა. სანამ ხელისუფლება პულზე ხერს არ დაუდებს ხელისუფლების საქმიანობას და მუდმივად სიმართლისთვის თვალის გასწორებას არ ასწავლის, მანამდე ნებისმიერი ხელისუფლება გაფუჭდება. მხოლოდ და მხოლოდ სიმართლისთვის შემართულ საზოგადოებას. მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის მთქმელ საზოგადოებას შეუძლია დადოს სერიოზული პროდუქტი, რომელიც უდრის კეთილდღეობის განვითარებას. ძალიან მარტივად, სამეგრელოს ხმა დაფუძნდა სწორედ იმ იდეით და იმ აზრით, რომ შესმენილი იყოს სამეგრელოს ხმა ნიშნავს თითოეული ჩვენი კუთხის, ჩვენი ქალაქების თითოეული მოქალაქის ხმას კონდეს შესმენადობის მაღალი ხარისხი, შეღწევადობის და მიღწევადობის ძალიან მაღალი ხარისხი. ანუ არ უნდა იყოს საზოგადოებაში მოქალაქე, რომელიც მართებულად სვამს პრობლემას, არის სწორად დაყენებული საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ. ხელისუფლება აქეთ უნდა მორობოდეს, აქეთ უნდა მოდიოდეს და გიწყვეტდეს პრობლემას. 5 წლის მანძილზეო არ ჩანდაო როგორც პოლიტიკოსი. ეთანხმებით თუ არა? აბსოლუტურად გეთანხმებით, როგორც პოლიტიკოსი არც დღეს არ გამოვსულა. გამოვედი როგორც საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი. რას ვაკეთებდი ამ 9 წლის მანძილზე? ეს არის საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვა. პირველი, საზოგადოებას ვაჩვენე, რომ 10 წლიანი ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობიდან გამოვედი სუფთად. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სავიზიტო ბარათი. ჩემი 10 წლიანი მოღვაწეობა არ დატყობია არც ჩემს მატერიალური კუთხით და ფინანსური კუთხით, არც ჩემს ოჯახს, არც ჩემს სახლს, არც ჩემს მდგომარეობას და ასე შემდეგ. დიახ, შეიძლება ითქვას, პირად მტრად მთვლიან ნაციონალები მათთან წლების განმავლობაში სერიოზულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში მყოფის გამო და პირველი სამიზნე ვიყავი, ესე ვთქვათ, გამზადებული ციხისთვის, გამზადებული სერიოზული სასჯელებისთვის, მაგრამ უკაცრავად და ბუზიც ვერ ამიფრინეს. იმის გამო, რომ ჯგუშიასთან სამართლის კუთხით რაიმე ნეგატიური კვეთა იყო შეუძლებელი. ამიტომაც ვთვლი, რომ მაქვს მორალური უფლება, ჩემი ბექგრაუნდით და წარსული საქმიანობით, მუდმივად ცდუნებებით დანაღმული ველი, პოლიტიკური ველი. დიახ, ამ ველიდან გამოვაღწია აბსოლუტურად სუფთად. საზოგადოებას ვაჩვენე, რომ მე ვიყავი რევოლუციის წინააღმდეგი. მე 2003 წელს ვიყავი რევოლუციის წინააღმდეგი და ვიცოდი და პირდაპირ ვუთხარი საზოგადოებას, რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ იქნება აბსოლუტურად საზოგადოებრივი ცხოვრების არაგანვითარებისკენ, არაპროგრესისკენ მიმართული ხელისუფლება. შემიძლია აქედან ამ ათინათის სტუდიიდან გავიარო მშვენივრად და ეგერ მელოდებიან მეგობრები იმაში ბულვარში ახალგაზრდები და ვაპირებ იქ ანტენის სისტემას, ან საუბარს, ესე მინდა ვცხოვრობდე თბილისშიც და ზუგდიდშიც. და ამით მია ასპარეზი ყველასთვის. პარლამენტებში, ყველა პოზიციებზე, ყველაზე დიდი თანამდებობა იყვნენ ზუგდიდლები, რომლებიც არ იყვნენ, ესე ვთქვათ, რაიკომის დივნები, გამგებლები, მაგრამ ჰქონდათ უფრო მეტი თანამდებობა ხალხის სიყვარულის კუთხით.